1938 წლის 26 მარტი ბორჯომში იბადება ბავშვი, რომელსაც მოგვიანებით არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოებაც გაიცნობს და შეიყვარებს. ანატოლი მილჩენკო უკრაინელი წარმომავლობის ბორჯომში გაზრდილი ადამიანია, რომელიც სოხუმში ცხოვრობდა 1961 წლიდან 1993 წლამდე და სოხუმში გაატარა ცხოვრების საუკეთესო წლები. ის იყო FIFA-ს არბიტრი, რომელმაც იმსაჯა ბეკენბაუერის, კრუიფის, მარადონას, ლინეკერისა და კიდევ ათობით ლეგენდის მონაწილეობით გამართულ შეხვედრებში. იყო მეორე ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ვინც ფეხბურთის ტაძარში, უემბლის სტადიონზე მთავარი მსაჯის სტატუსით გავიდა. ეს არის ამბავი ადამიანისა, რომლის სტილი, პრინციპულობა და წესებისადმი ერთგულება დღემდე მისაბაძ მაგალითად რჩება. ბორჯომიდან დაწყებული გზა მალე სოხუმისკენ მიემართება. ქალაქისკენ, სადაც მილჩენკომ პირველად იგრძნო, რომ ფეხბურთი მისთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ თამაში. თქვენ მეუღლეს როგორ დაახასიათებთ, როგორი იყო? ძალიან ტკბილად, თბილად და კარგი მოგონებით. თამაშებს ესწრებოდით ხოლმე? თამაშები ჩვენთან, ჩვენ ცხოვრობდით სტადიონის გვერდში. ეხლა ზიარულით მაინდა-მაინც არ დავდიოდი, მაგრამ ვალიჩეკოვდით მთელი სოხუმი. ვიყავით ყველა ერთად, სოხუმელები, ერთგული ვიყავით ყველა ერთმანეთთან. განსხვავებული იყო იმით, რომ მეგობრობდით, რა ომი რა იყო არ ვიცოდით. მის საქმიანობა უყვარდა, მაგის ცხოვრება იყო ფეხბურთი. სოხუმში გააგრძელა ფეხბურთელის კარიერა, რომელიც ბორჯომში დაიწყო. მაგრამ სწრაფად მიხვდა, რომ მისი ძალა სხვა რამეში, წესრიგში, სიმშვიდეში და სამართლიანობაში იყო. 1964 წლიდან იწყება მისი არბიტრობის ისტორია. პირველი მატჩები, პირველი რთული გადაწყვეტილებები, მოგონებები და კრიტიკაც, რომელიც ყოველი პროფესიონალის გზას ახლავს. ერთი რამ ფეხბურთის მოყვარულებმა მაშინვე იცოდნენ. თუ მილჩენკო მინდორზეა, წესები მკაფიოა. 1960-1980-იანი წლები ანატოლი მილჩენკოს პროფესიული მაქსიმუმია. 14-ჯერ მოხვდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო 10 არბიტრს შორის. ეს ნიშნავს, რომ ენდობოდნენ ყველაზე დაძაბულ, ყველაზე მაღალი კლასის მატჩებს. 1967 წელს ის გახდა საკავშირო კატეგორიის მსაჯი. 1979 წელს კი FIFA-ს არბიტრი ხდება. ეს უკვე საერთაშორისო სცენაა. ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევი თამაშები, გადამწყვეტი შეხვედრები, ემოციით სავსე სტადიონები. საკმარისია მხოლოდ რამდენიმე სახელი: ბეკენბაუერი, კრუიფი, მარადონა, ლინეკერი. ის მათ თამაშებს წყვეტდა და მის გადაწყვეტილებას პატივს სცემდნენ. 1985 წელი უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. მან უემბლიზე ჩაატარა ოფიციალური თამაში ინგლისისა და თურქეთის ნაკრებებს შორის. იმ პერიოდისთვის ეს უდიდესი პრესტიჟი იყო. საბჭოთა კავშირის ისტორიაში მანამდე მხოლოდ ერთი არბიტრი, ნიკოლაი ლატიშევი იყო ამ სტადიონზე მთავარი მსაჯი. მილჩენკო მეორე გახდა. მაგრამ მისი ცხოვრება მხოლოდ საერთაშორისო კარიერით არ შემოიფარგლა. 1990-1992 წლებში ის თავის შვილთან, ზურაბთან ერთად მსაჯობდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. დავამთავრე სკოლა, დავიწყე მსაჯობა მამაჩემთან და დავდიოდით ქალაქის პირველობაზე, სოხუმის პირველობა იყო, მერე აფხაზეთის პირველობა რაიონებში დავდიოდი და მერე უკვე ვიყავი პირველი კატეგორიის მსაჯი. მერე რომ გავხდი რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი, დავდიოდით საქართველოს ჩემპიონატზე და მერე მეორე ლიგის საკავშირო ჩემპიონატში. ბატონი გურამ გაბისკირია, მამაჩემი და ჩვენ რო ჩავდიოდით სადმე ტურნირზე ან სამარხზე, ყველა რო ეწერა გაბისკირია, მილჩენკო და მილჩენკო ქალაქი სოხუმი, საამაყო იყო ჩემთვის. 1994-1998 წლებში ანატოლი მუშაობდა უკრაინაში საქართველოს საელჩოში. იმავე წლებში საქართველოს პრეზიდენტისა და ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით დაბრუნდა საქართველოში. 1998-2005 წლებში სათავეში ედგა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კოლეგიას.
2000 წელს ანატოლი კი ოფიციალურად აღიარეს მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო არბიტრად. მოგვიანებით 2005-2010 წლებში მუშაობდა თბილისის ვიტ-ჯორჯიაში. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა კვლავ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ახალგაზრდა მომზადების მენეჯერის პოზიციაზე. ის ცდილობდა, რომ პროფესიული წესები, რომლებმაც მას თავად გაუხსნა კარი დიდ ფეხბურთში, ახალი თაობებისთვისაც გადაეცა. ჩემთვის მამა იყო ძალიან კეთილი, ძალიან თბილი ადამიანი და უსაყვარლესი. როგორც ჩემთვის, ეგრევე ყველასთვის. ძალიან უყვარდა თავისი საქმე, სოხუმი უყვარდა ძალიან. ბორჯომიდან არის წარმოშვებით და ბორჯომლები ძალიან უყვარდა და უყვარდა ბოლომდე. სულ პატივს სცემდა ყველას. როგორც თბილისში. უკრაინაში ცხოვრობდა 5 წელი. იქაც მოღვაწეობდა. მე ვიყავი 25 წლის სოხუმი რო დავტოვეთ. სოხუმლები არიან სხვანაირი ხალხი. სულ იგონებდა სოხუმს. ანატოლი მილჩენკო 2011 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი ისტორია დასრულებული არ არის. დღეს მისი ცხოვრება მკითხველს წიგნი ანატოლი მილჩენკო ბორჯომის სოხუმი უემბლის სახით უბრუნდება. წიგნი, რომელიც ავტორებმა სოხუმელმა ჟურნალისტმა თენგიზ პაჭკორიამ და მისმა თბილისელმა კოლეგამ დემიკო ლოლაძემ მრავალწლიანი შრომით, მოგონებებითა და საარქივო მასალით ააწყვეს. სათაური თავად ანატოლი მილჩენკომ შეარჩია 2010 წელს. თითქოს უნდოდა 3 ქალაქი, 3 სიმბოლო, მთელი ცხოვრება ერთ ფრაზაში მოეთავსებინა. ბორჯომის სითბო და ფესვები, სოხუმი ახალგაზრდობა და პროფესიული მოღვაწეობა, უემბლი მწვერვალი და აღიარება. წიგნში თავმოყრილია იშვიათი ფოტოები, მეგობრებისა და კოლეგების მოგონებები, ოჯახის არქივიდან გადარჩენილი მასალები. ადამიანი, რომელმაც საკუთარი სახელი ისტორიაში დატოვა. ანატოლი მილჩენკო, ბორჯომში დაბადებული და გაზრდილი, სოხუმში დავაშკაცებული უდიდესი პიროვნება, რომელიც ოქროს ასოებით შევიდა არა მარტო საქართველოს სპორტის ისტორიაში, არამედ მსოფლიო სპორტის ისტორიაში. ის იყო FIFA-ს არბიტრი. ვიცნობდი მას 1970 წლიდან სოხუმში ძველ სტადიონზე, ორჯონიკიძე ლისელიძის ქუჩების შორის იყო სტადიონი, 10 წლის ვიყავი და დავდიოდი ხშირად მატჩებზე. სოხუმში იშვიათად საჯობდა იმ პერიოდში, იმიტომ რომ როცა სოხუმში ჩამოდიოდნენ კიევის დინამო, მოსკოვის გუნდები, ერევნის, ბაქოს, თბილისის დინამო და ასე შემდეგ. იუმორით სავსე ადამიანი იყო. და ყოველთვის მეამაყებოდა ჯერ სკოლაში რომ სწავლობდი, რომ ასეთი დიდი პიროვნება იყო სოხუმელი ფაქტიურად და მისი ბრიგადა იყო გურამგავისკირია, ანატოლი მილჩენკო, ვლადიმერ ჩერნიახოვსკია. ეს სოხუმის ბრიგადა ძალიან კარგად საჯობდა. ის ოქროს ასოებით შევიდა საქართველოს სპორტის ისტორიაში. წიგნის იდეა დაიბადა ჯერ კიდევ 2006-7 წლებში, 2 წლის განმავლობაში ანატოლი მილჩენკოს ვიწერდი მის სამუშაო ოთახში, კაბინეტში, ვიტ-ჯორჯიაში მუშაობდა და ვიწერდით დიქტოფონი იმ დროს ხომ არ იყო ეს WhatsApp-ი და ტელეფონების ამდენი საშუალება. 2009-ში დავამთავრეთ ეს წიგნი, მაგრამ ვერ მოძებნეთ სპონსორი. და სანამ ცოცხალი იყო მინდოდა ამის გამოშვება, მაგრამ მე მხოლოდ 2019-20 წლებში მოვახერხეთ ჯამლეთ ხუხაშვილის და დემიკო ლოლაძის დახმარებით გამოვიდა ეს წიგნი. ანატოლი მილჩენკოს ცხოვრება წლების გასვლასთან ერთად უფრო ნათელი და ძვირფასი ხდება. მისი ისტორიიდან ჩანს, რომ შეუძლია ერთ ადამიანს საკუთარი ღირსებით, საკუთარი წესებით, სიყვარულით ფეხბურთისადმი შექმნას მემკვიდრეობა, რომელიც ბევრს აღზრდის. ის იყო პროფესიონალი არბიტრი, მოქალაქე, ადამიანი, რომლისთვისაც საქართველო, სოხუმი და ფეხბურთი ერთ საერთო მთლიანობად იქცა. და ახლა როცა წიგნი მკითხველს ჩაუვარდა ხელში, თითქოს კიდევ ერთხელ ცოცხლდება ყველაფერი. ბორჯომის ბავშვობა, სოხუმის ჰაერი, სტუდენტობის ხმაური და უემბლის განათებული მინდორი. ეს არის ანატოლი მილჩენკო, ადამიანი, რომელმაც საკუთარი ნაბიჯებით დაამტკიცა. იქ, სადაც წესიერება, პროფესიონალიზმი და სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ერთმანეთს ხვდება.